ნატო ვაჩნაძის მუზეუმში სამუშაოები ჯერ კიდევ 3 წლის წინ უნდა დაწყებულიყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრული რეაბილიტაცია სჭირდება, რადგან ავდარი სახურავის საყრდენებს, მთავარ კიბეს, ხის აივნებსა და შიდა სივრცესაც კი აზიანებს. ცნობილი ქართველი კინომსახიობის სახლ-მუზეუმი მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებულ ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლში 1991 წელს გაიხსნა და მას შემდეგ საფუძვლიანი რეაბილიტაცია არ ჩატარებია. მუზეუმის მრავალფეროვანი ექსპონატები კი ასეთ პირობებში შესაძლოა დაზიანდეს. ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, ფოტომასალა ის საგანძურია, რომელიც ბოლო საუკუნეების რეალობას აცოცხლებს. ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი გურჯაანიდან. ასე სიმბოლურად იკეტება ბოკლუმით და ჯაჭვით. სოფელ გურჯაანში ანდრონიკაშვილების სასახლეში ქართული აგურით, კირით და მუხის კოჭებით აგებულ მარანში საქართველოში ყველაზე დიდი საწნახელი საუკუნე ნახევრისაა და ის ნატო ვაჩნაძის დედას ეკატერინას სლივიცკაეს შეკვეთით დაუმზადებიათ. აქვეა ყურძნის ერთ-ერთი პირველი გერმანული წვენსაქაჩი. განთქმული იყო ანდრონიკაშვილების ოჯახის სამარკო ღვინო. ეს ეკატერინა სლივიცკაიამ შეუკვეთა ვინმე ბაკურციხელ გლეხს და აი ხელით არის ეს შესრულებული ეს და მოუტანეს და თითქმის საუკუნე ნახევარია ითვლის ეს საწნახელი. მისმა ღვინომ სახელწოდებით ახტალა აქ მამული ქონდა მას პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ღვინოების გამოფენაზე ოქროს მედალი აიღო. მარანი მეორე სართულს ქვის ვიწრო კიბით უკავშირდება. მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასახლე ვიზიტორებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც აქ ქართული კინოს ლეგენდის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები. მე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი და სხვა ნივთები. ამჟამად მუზეუმის ექსპონატების ნაწილი ხუნებული და დაზიანებულია. ბზარები აქვს კედლებს, გამოსაცვლელია შპალერი და 40 წლის წინ დაკიდული ფარდები. იმდენად მოწონთ აქაურობა, ოღონდ ალალად ლაპარაკობ მართლა. ძალიან კმაყოფილი მიდის ყველა, მაგრამ ზოგადად ეხლა თქვენ ხვდებით აქ არის საოჯახო ნივთები, ორიგინალური ნივთები, რასაც ქვია და რაღაცეები ყველა განიცდის ცვეთას. აი თუნდაც ეს ფარდები რომ აღნიშნოთ, მაგრამ ესე მარტივი საშოვარი და მარტივი შესაძლებელი თქვენს გესმით რომ არ არის. იმიტომ რომ უნდა იყოს ეპოქის შესაბამისი სტილი დაცული. ეხლა გობელენი, გაცვდა. ლამის 40 წელია კიდია და ბუნებრივია რომ შეიძლება რომ შეიცვალოს. სარესტავრაციო ალბათ უფრო ავეჯი და რბილი ავეჯი და ხის ავეჯიც ასევე ნამდვილად არის სარესტავრაციო. აქ გვაქვს რბილი ავეჯი, აქ გვაქვს ტყავის სკამები, არის სარესტავრაციო კი ბატონო. ექსპონატებისა და შიდა სივრცის გარდა ამორტიზებულია სახლ-მუზეუმის მთავარი ასასვლელი ხის კიბე, სახურავის საყრდენები, წვიმის წყალი აზიანებს აივნის ხის იატაკსაც. მუზეუმში ამბობენ, რომ გასულ წელს ნატოობის ღონისძიებისთვის მცირედი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და არსებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ სრული რეაბილიტაციითაა შესაძლებელი. გეთანხმებით, რომ ბევრი რამეა გასაკეთებელი, რასაკვირველი ექსპონატებია, რომელიც მოითხოვს რესტავრაციას აუცილებლად, რომელიც ძალიან დიდ ფინანსებთან არის ამავე დროს მინდა აღნიშნო დაკავშირებული. თავიდან გასაკეთებელი აივნები, ეს ეჯერად გაკეთებული არა, უფრო ხარისხიანად უნდათ რომ გააკეთონ. რეაბილიტაცია მაგას გულისხმობს ძალიან სერიოზული პროექტი გაკეთდა. მაგასთან დაკავშირებით როგორც შიგნით რემონტები ჩატარდება, შპალიერის გამოცვლა და აბსოლუტურად ყველაფერი. სარესტავრაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 3 წლის წინ უნდა დაწყებულიყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დეტალები ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან თანხმდება. პროექტი შევიძინეთ, ვიყიდეთ პროექტი და პროექტი მოიცავდა 450,000 ლარის ღირებულების იყო პროექტი. მე შევთანხმდით ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, იყო ძალიან მცირე და მოითხოვდა კიდე დამატებით სამუშაოებს და ამიტომაც გაიწერა ეს 3 წელი. ძეგლთა დაცვის სააგენტომ გამოთქვა მზაობა, რომ მოგვეხმარებოდნენ სამუშაოების დაფინანსებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ აი ამ პროექტის გადათვლა, გადაანგარიში
ირჩება და 450.000 გარიდან პროექტის სავარაუდო ღირებულება ავიდა 1 მილიონ ლარზე. პროექტირების ფარგლებში შეიძლება დაემატოს ამ თანხას, ან შეიძლება ცოტა დაიქროს კიდევაც. პროექტი მოიცავს აბსოლუტურად სრულ რეაბილიტაციას ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმისას, მათ შორის ეზოს შენობების და ასე შემდეგ. სრული რეაბილიტაცია. სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დრო სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება ექსპონატების რესტავრაციის საკითხი.